მდინარე სუფსაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო. ცხედარი რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით მოზარდი დინებამ ჩაითრია. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ავარია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. დაწყებულია გამოძიება. წინასწარი მონაცემებით ისრაელის მიერ იემენის დედაქალაქის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. ისრაელმა საჰაერო იერიშები პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სარაკეტო ბაზების ტერიტორიაზე მიიტანა. ცაჰალი ამბობს, რომ ეს იყო პასუხი ჰუთების მრავალჯერად დარტყმებზე. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის მიმართულებით 3 სოფელი გაათავისუფლა. მთავარსარდალ სირსკის განცხადებით წარმატებული კონტრიერიშის შედეგად 3-ვე დასახლება რუსებისგან გაწმენდილია. უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 146 ადამიანი გაათავისუფლა. შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცებმა და სამოქალაქო პირებმა რუსების ტყვეობაში 3 წელზე მეტი გაატარეს. ტყვეობიდან გათავისუფლდა ხერსონის ყოფილი მერი. დღეს ჩემი მეორე დაბადების დღეა, თქვა ვლადიმერ ნიკოლენკომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. რუსებმა აღიარეს, რომ უკრაინა ომის შემდეგ ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს, აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი. NBC-სთან ინტერვიუში ჯეიდი ვენსი ამბობს, რომ ომის 3 წელიწადნახევრის შემდეგ რუსეთი პირველად წავიდა სერიოზულ დათმობაზე.